მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია TV12 სპორტულ ტურისტული პროგრამა სტარტი. პროგრამა სტარტის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე ჯემალ აროველიძე. დღეს მე მყავს სტუმრად რეგიონის ერთადერთი არამარტო საუკეთესო, არამედ ლეგენდარული და ამავდროულად ჩემპიონთა შორის ჩემპიონი სპორტსმენი ბატონი ვახტანგ ბლაგიძე მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. მეც მოგესალმებით ტელემაყურებელს. ცოტა შესავალი მინდა მიუხედავად თქვენ ცნობილი პიროვნება ხართ, მაინც მინდა შესავალი გავაკეთო, რამე თუ ჩვენ ახალგაზრდობა, ფართო მასები გვიყურებს და გამომდინარე აქედან მისცემს თქვენი წარდგენა იმ ამპლუაში, იმ მოკლე ამპლუაში, რა თქმა უნდა, რაც თქვენ ცხოვრების მანძილზე გავლენთ. ბატონი ვახტანგი არის ევროპის, მსოფლიოს და ბოლოს ოლიმპიური ჩემპიონი. ოლიმპიური ჩემპიონი სპორტის სინამდვილეში ნიშნავს ყველას და ყველას ერთად აღებულს. ბატონი ვახტანგი არის ამავდროულად ისტორიული ოლიმპიური ჩემპიონი, იმდენად, რამდენადაც 80 წელს ოლიმპიადა ჩატარდა მოსკოვში. მოსკოვი ამ დროს იყო ბლოკირებული, ასე რომ ვთქვათ და სივრცე მოითხოვდა ფართო აღიარებას, რაც შეძლო ბატონმა ვახტანგმა და აქ არ შეიძლება ვახო არ დავუშვებს, რომ არ დავასახელოს შოთა ხაბარელი, კეთევან ლოსაბერძე, კეთევანის სონალტელს ხება იყო ისე გარდაიცვალა. შოთა ხაბარელი და ვახტანგ ბლაგიძე არამარტო ოლიმპიური ჩემპიონები არიან, არამედ ამ პიროვნებების ილეთი არის აღიარებული მსოფლიო ჭიდაობის არენაზე. შოთას ძიუდოში, ბატონი ვახტანგის კლასიკურ ჭიდაობაში. ეხლა რაშია საქმე მეგობრებო? პიროვნებები, რომლებიც მე დავასახელე და დღეს განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავთ ბატონი ვახტანგის შემოქმედებას, არის შეუფასებელი და ზოგიერთ შემთხვევაში დაუფასებელიც. იმდენად, რამდენადაც იერისათვის, მამულისათვის, სამშობლოსათვის ვახტანგმა გაიგო ყველაფერი და საბოლოო ჯამში ცოტა ჯანმრთელობასაც ზიანი მიაყენა და ბატონო ვახტანგი, ეხლა როგორ ხარ ჯანმრთელობის შესახებ? ელელა მოვდივარ. შევდივარ ფორმაში, როგორც ძალიან კარგი. წარმატებები და გისურვოთ ასევე ჯანმრთელობა თქვენ მეუღლეს, ძალიან დიდი შრომა გააციეთ. გერმანელი სპეციალისტების მეშვეობით თევზე დააყენეთ მეუღლე და ეხლა მიგისურვებთ ოჯახურ სიამტკბილობას. ბატონო ვახტანგი, რა თქმა უნდა, ჭიდაობა ჩვენი ეროვნული სახეობა, ჩემი წარმართული სპორტია. ფედერაცია გიორგი იანტკბილიზის, ასე რომ ვთქვათ, მეცადინეობით უმაღლეს დონეზეა. ჩვენთან ანზორლაზის შვილის გეგა გეგეშიძის შემართებით და რატო ახსენდა და რატო თქვი ეგ ჭიდაობა აერთიანებს ფედერაციული წყობა ორ სახეობას, ეს არის ბერძნული რომაული კლასიკური ჭიდაობა და მეორე თავისუფალი ჭიდაობა. მე ვიტყოდი ასე, შეიძლება ვერმე წინააღმდეგი დარჩეს ამ ჩვენი გამოთქმის, მაგრამ პრაქტიკულად ასეა, რომ ბერძნული რომაული ჭიდაობა მოდის ძირითადი. ძალიან დიდი პირველი ოლიმპიადიდან. პირველი ოლიმპიური სახე, პირველი სპორტული სახე და ასე რომ ვთქვათ, ანტიკვარული ხანიდან მოდის და რაც შეეხება თავისუფალ ჭიდაობას, ამერიკული ჭიდაობა შემოვიდა დასაწყისში აღიარებული. ეხლა ამით მე ხაზი გავუსვით თქვენ პრიორიტეტს, იმდენად, რამდენადაც რომაულ ხშირად ითქვეს, რომ ჩვენ ვართ ჯერ კლასიკები და მერე სხვები ერთად აღებულია. ბერძნული რომაული ჭიდაობა იყო თავიდან შემოღებული, მერე ფრანგული, მერე კლასიკური რუსების იმით იყვნენ შემოღებული და ისე დაბრუნდა ბერძნული ჭიდაობა, რომელსაც უსურვოთ წესვა და ბედნიერება. აუცილებლად. ეხლა ბატონო ვახტანგი, აი თქვენი ხელი დაეტყო მე ვიტყოდი ადრეულ პერიოდში, მოკლე ხანის ადრეულ პერიოდში ჩვენ ნაკრებს, როგორც აჭარის საქართველოს, სრულიად საქართველოს ნაკრებს და შესანიშნავ შედეგებს და მაღალ და ეხლა ძალიან მიჭირს ჭიდაობაზე ამის საუბარი, მაგრამ ბოლო ხანებში ცოტა ასე რომ ვთქვა, ჩავარდნები გვაქვს.
და წინა პლანზე წამოვიდნენ ისეთი აზიური ქვეყნები, ევროპის ქვეყნები და ნუ როგორც ჩანს თქვენ არ გესწავლებათ, მაგრამ როგორც ჩანს ბუნებრივ რესურსებთან ერთად საჭირო ყოფილა ფსიქიკა, ფსიქოლოგია, ანატომია და მეცნიერული ჩარევა. აუცილებლად. ეხლა ბატონო ვახტანგ, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? მოდით ასე გავაკეთოთ, შევაფასოთ თქვენ ექსპერტი ხართ ამ მდგომარეობაში და თქვენზე უფრო კარგად არ გონია ვინმე შეაფასოს ჩვენი ჭიდაობის მიმართულება და მიმდინარეობა და თქვენ როგორ ფიქრობთ? აი რა გვაკლია და რა გვინდა რომ გავაკეთოთ იმისათვის რომ ჩვენ რა თქმა უნდა სპორტს ახასიათებს ჩავაგდნենք, მაგრამ მაინც რომ ჩვენი წარსული დიდება დავიწყოთ. პირველ რიგში დავიწყებ ბერძნულ-რომაული ჭიდაობით და მერე გადავალ თავისუფალზე როგორც ვიტყვია. ჩვენ ახალგაზრდა თაობა მოდის. ჩანაცვლების პერიოდი აქ აი ძინეწონა მაინც ახლა კაჭაია დამჭა, სერდონტომიდან დავიწყოთ. უკვე პერიოდშია აი ოლიმპიური თამაშებს ამერიკაში გაუძლო ეს მადლობას ვეტყვით, იმიტომ რომ ლოპესის მეორე ადგილი აიღო კაცმა, არაფერი არ გადა ლოპესი, ეს იყო ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდა კაცი და წავიდა სპორტიდან და კაჯაიამ უნდა შეინარჩუნოს რომ რაღაცა შედეგი ძინეწონაში დავდოთ. ასევე მოდის 97 ახალგაზრდებიც მოდიან იქა არიან ისა და მე რას ვიტყვი, უფროსი მსვენი ლადო გიგეშიც ყველაფერს დობს სულ და გულშო ამათი მომზადება. ახლა ჩვენზე დაიწყო ლაშაკობაძე, იქ ბოლკვაძე ყავს, მოვდივართ ქვევით 6-7 კაცი, კი, ზოიძე, აბულაძე, ისა, ახლა ხოზრევანიძეები მოდიან იქიდან, ის მიკელაძე მოდის, თაობა მოდის, ისეთი თაობა, რომ უკვე 7-8 კაცია აჭარიდან 10 კაცში საქართველოს ნაკრები, ეს რაღაც დიდი მიღწევასაა და ამას უნდა ძალიან დიდი ყურადღება. ჩემო ჯერმან ხარში დგომა ბიჭები არიან მაყოფილი შრომით ყველაფერს, მაგრამ მაინც მე ჩემი გამოცდილებიდან რო ვთქვა, აი პატარა ბიძგიც კი დიდია. აი მითითებაც, სწავლებაც ჩემთვის რომ მოსულიყო რომანულობა რომ მეტყოდა რამე, ჩემთვის იყო ყველაფერი, ძალას მაძლევდა, ყველაფერი ენერგიურით გავდიოდი ხალიჩაზე, იმიტომ რომ ის ოლიმპიური ჩემპიონი მეუნებოდა. ამას ამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, იცი, ძალიან დიდი. ხო და მე ამას ვიტყოდი, რომ როცა საშუალება მქონდა მე ჩემი ხარჯებითაც დავყოვოდი ლადო გეგეშიცა ხელს მიწყობდა ყველანაირად გვერდზე შეკრებაზეც იქ შეჯიბზეც მივყავდი, ყველგან მივყავდი და რაღაცა ფილასაც პრეზიდენტი ლალოვიჩი მეგობარობთ ჩვენ ისე რომ ერთად რო ვიყავი და ვიჯექი იქ ვიფში იმას რომ ნახავდა იქ ვიყავი თავარი მსაჯი იყო თუ იმას ძალიან დიდი მნიშვნელობა იყო რომ შემხედავდა მე მომიდექი არავეს არ ვეტყვი მე სიმართლეს ემსახუროს იმ მსაჯს და ბრიგადა ნიჟი არ წაგვარდა ასე რომ ვიტყვით ჩვენ სპორტსმენები ამას რომ არ წაგვარდო ამ დანარჩენი ვეთის წყალობით რომ ყავს ასეთი ლაშაც ჩემპიონი აგერ ლერიც დავით სოფლიო ჩემპიონები და ახლა იმედი მაქვს იმდენი ახალგაზრდა კაი ტალანტი თაობა მოდის მე მგონია რომ შედეგი გვექნება დიდი ნაბერძნულ ჭიდავაში არის სახით და გურია კიდევ იქ დლომაძია ისა კაი ბავშვები მოდიან რა უნდა თქვა ყველანაირად მე რაც შემეძლება ჯანმრთელობა თუ მომწ საშუალებას გვერდში დაუდგები და მე ვუსურვებ ჩემ ბიჭებს წარმატებას ბატონო ახთანგ ოლიმპიური ამერიკაში კომიტეტი როლი დიდია ლერი ხაბელოვი ჩვენში გვიდგას ყველანაირად აი ლერი ხაბელოვი ჩემი ჩვენი ოჯახის წევრია კი მე ამას რო თავი დავანებოთ ორგანიზებულად ჩამოყალიბებული მაღალი დონის პიროვნება ვერჩი უდგას ჭიდაობას შეკრება იქნება შეჯიბრი იქნება ყველანაირად ჯანმრთელობის ამბავშიც ჩვენ ახლა ავერსის კლინიკასთან გაფორმებული ვაქვს შედება
ის ხელშეკრულება წამლებიანად დაწყებული კურნალობა ტრამვა ახლა ხშირად არის ჭიდაობაში და ყველანაირად ლერი ხარში უდგას საქართველოს ნაკრებს და თელ ვეტერანებსაც ასე რომ ვთქვათ რომ ვეტერანებსაც არ ვტოვებს ძალკე ლომისვილი უძრის ჩემ გადარჩენაში ლერი ხაბელობს ძალიან კარგი მადლობა მოახსენოთ ლერეს კი ბატონო ბატონო ვახტანგ ერთი აი ასეთი კითხვას თქვენ შეგიძლიათ გაანალიზოთ მე მაინტერესებს აი თქვენი პიროვნული როლი რომელიც სამშობლოსათვის გაიღეთ იმდენად დიდია რომ ამ თემას მილიონობით ადამიანი ვერ აწევს თავის სასარგებლოდ ხედულობაში მაქვს ვერ გააკეთებს შემოქმედებად და ასე რომ ვთქვათ თუ მაულის სიყვარულთან ერთად ფიზიკური ძლიერება არ აქვს და ეს თქვენ შეძლებთ ეხლა წინასწარ ბოდიში იმიტომ მოგიხადეთ რომ აი თქვენ განვლით სასპორტო სისტემის ყველა საფეხურდი მოიპოვეთ ყველაფერი თუ რაიმე კი არსებობს სპორტულ ცხოვრებაში და მაპატიეთ ყოფილი ხარ თუ არა დღევანდელობის აუცილებლად ყოფილი ვარ მაგრამ ერთს ვიტყვი რომ თავიდან რომ ჭიდაობაში შევედი ჩემო საშუალება არაფრის არ მქონდა. ორი წელს ვიყავი მამა რომ დამეღუპა. და გადმოვედი მეორე სოფელში სანამ იქანა დავუწდი ის კენდედულეთ სოფელში სანამ დავუწდი და ისა. მერე დავიწყე ჭიდაობაში სიარული. თავიდან უპატრონობაში ვიყავი. ხო და დავდიოდი ოზურგეთში. ხანდახან რო არ მქონია 20 კაპიკი რომ იტყვიან მაშინ ჩვენთვის კაპიკი იყო ახლა 20 თეთრი რო ავიღოთ ასეთი არ მქონია და 7-ის ნახევარზე ავტობუსი მიდიოდა სხვა სოფელში ჩემს სოფლის გავლით 12 კილომეტრია ჩემს სოფლამდე და არ მქონდა და ხშირად მიწევდა ფეხით სიარული ვაფშე ვიყავ 12 წლის ავდიოდი ფეხით 12 კილომეტრი იქით 12 არა 24 კილომეტრი ავდიოდი ვარჯიში. მან არ დამზარებია. შრომა მიყვარდა სოფლელი ბავში ვიყავი. და მქონდა იმის ჟინი, რომ აი უნდა გავხდე. უკან დასახევი გზა არ მქონდა, მას ფიქრობდი ყველაფერს არანაირად. და ჩემი შრომით თავიდან ბოლომდე მოყოლობდი. მივაღწია, რასაც მივაღწია, მაგრამ მე მოგთა ცუდი პერიოდი კომუნისტების დროს. საბჭოთა კავშირის ნაკრებში წევრად უნდა ეყვანე, იქა, მერე 15 ქვეყანაში ყველაზე უძლიერესი სპორტსმენი უნდა ყოფილიყავი, რომ დაეყენებიეთ ტურნირზე საზღვარგარეთ საბჭოთა კავშირის ნაკრებში, ევროპა, მსოფლიოს და ოლიმპიურს არ ვიცახ. ხო და აგი კონდა ძალიან. იმიტომ ქართველი ვიყავ, რუსი რო ყოფილიყავი, უფრო ადვილად გამიადვილდებოდა იქით, მაგრამ რაც შევძელი, ეგ იყო რა, როცა წამიყვანე საზღვარგარეთ. სულ პირველად გისურვებდი, მეორე ადგილი არ მქონია არასოდეს. ხო და ყველა ტიტული მოვიპოვე. და აი ბოლო სანაპირჯვარზე რაც გადავიწერდი ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთში. მანამდე, მაგრამ დააგვიანა სანამ პრეზიდენტი 1-6 თეატრები რომ იყო, შეიძლება გადარჩენილიყო და გამეგრძელებია ჭიდაობა, მაგრამ მოასრო გარდაცვალებამდე ჩემს დისკვალიფიკაციას და ხელის მოწერა. და ამით დავამთავრე ჭიდაობა. ყველაფერი კიდევ წინ გაიგე. ხო და ერთადერთი ის დავამატებ. 20 კაცი თავისუფალდა ბერძნულ ჭიდაობაში. რუსებმა მარტო ჩემზე გააკეთეს აქცია და მარტო მე ვიჭიდავდი ეს იყო. ლევან, საწყალი ლევანი არაჭიდა, მე რა მეთქვე. იმიტომ რომ ეს გენესის რეკორდს აკეთებდა. სამჯერ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიგებდა ლევანი. რო არ დააყენენ, სტაიკებში ვემზადებოდი, როგორ მახსოვს და სამი. და კიბეებზე ლევანი კიბეებზე ზის და მინდა შეუჭიეთი და ცრემლები მომდიოდა რო არ დაასახენენ ლევანი. და რატო შენ რა გატირებს რომ მე არ მივყავარო სოფლიოზე? კაი, მაინც კახურად რომ მითხრა რა, გული მეთკინა რა. ეს ჩვენი ჟინი მაინც ხარდა მე და ლევანი განათლოს მისული ღმერთმა ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ზვაკაცობდით და
არ შეიძლებოდა და მე ვიქტორ სანაევით აბა იცით თქვენ რომ არ დაუშვა რუსებმა რომ მეოთხედ გავხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი და ესტონელს მისცენ გამარჯვო 28 თუ 27 სანტიმეტრი მოპარენ და მიაწერენ ესტონელს და ის გახადენ ოლიმპიური ჩემპიონი და ვიქტორი მეორე. იმიტომ არ დაუშვენ რომ 4-ის ოლიმპიური ჩემპიონი ყოფილიყო ვიქტორ სანაევი. ბატონო ვახტანგ, გონე დამერწმუნებით რომ დღეს საქართველოს სპორტს მაღალი დონის პროფესიონალები მართავს. შალვა გოგოლაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, ირაკლი დოლაბერიძე, ჩვენთან ირვანი ზარაძე და შედეგებიც შესაბამისია, მართლობითი რგოლიც ვიტყოდი რომ გამართულია და ამ სისტემაში აი თქვენ რა როლს ასრულებთ? მე ჩემზე ამოგახსენოთ, მაგრამ მე ვიცი რომ შალვა გოგოლაძე არის დიდი პროფესიონალი. ერთად მოგვიწია მუშაობა, მე ვიცი როგორც ხუთითითი, როგორც ადამიანი. ყველა სპორტსმენთან გამორჩეული, მითითებით სპორტი უმაღლეს დონეზე. ასევე უნდა ვთქვა ირაკლიც, ასე უნდა ვთქვა მეძმარიაშვილიც, პროფესორები არიან, ირმაც, ყველა სპორტში დიდად ჩახედულია და თვითონ ყოფილი სპორტსმენები. თვითონ ყოფილი სპორტსმენი, შალვა ბოქსიორი იყო და სტორენზე. აბა ასე რომ შალვა ძალიან მაგარი პიროვნებაა, როგორც პიროვნება. ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ პიროვნებაა ისეთი რა, რომ ერავის მგონი რომ კიდევ შედეგები ექნება ამის და ყველანაირად არავის არ ტოვის უყურადღებოდ. ეს ამთავარი. სპორტსმენს პატარა ყურადღებას კი ესაჭიროება. ამას ხდება ირაკლის მეგობარია ჩემი დოლაბერიძე ასევე. მეორე მეძმარიაშვილი და ყველა. და ასე ყველა არის ჩამოყალიბებული და მე მგონია რომ აქ შედეგებიც ამ წელს ძალიან კარგი შედეგები წამოვა და უსურვებ ამ ხელმძღვანელობას წარმატებას ისლა და ყველაფერ კარგს. ძალიან კარგი. ბატონო ვახტანგ, თქვენ კითხვას თავი არიდე და მე მეორე ჯერ გისვამ კითხვას. ნუ მოგერიდებათ, რამე თუ საკითხი ეხება პიროვნებას, რომელიც დახუნძურულია სპორტული დიდებით, დაწყებული მსოფლიო ევროპის ჩემპიონატ, დამთავრებული ოლიმპიადის, ამაზე დიდი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სპორტში არ არსებობს არაფერი. სათაყვანებელი პიროვნება ბრძანდებით კონკრეტულად პირადად თქვენ. თქვენი შემოქმედებით, თქვენი ღვაწლით, თქვენი ფინანსებით ესრებოდით, ვიცი მე მრავალ ღონისძიებას და სტიმულს აძლევდით მოჭედებებს. ეხლა დადგა ის დრო ფიზიკურად, თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ, თუნდაც ასაკის მხრივ, რომ თქვენ მოიაზრებოდეთ და განიხილებოდეთ ავტონომიური რესპუბლიკაში ერთ-ერთ წამყვან როლში. რამე თუ მოდით ნუ დავმალავთ, არ ვიცი რის გამო სპორტულ სისტემაში იმრავლა არასპეციალისტებმა. მოდით ხაზი გავუსვათ ამას. არასპეციალისტები შესაძლებელი ამა თუ იმ დარგში იყოს და დარგმა აიტანოს, მაგრამ სპორტი არასპეციალისტს ვერ აიტანს და არ შეიძლება რომ იყოს. მე ამას პირადად გაჭირვად ვაცხადებ და ნუ რატომ ხდება ეს და რატომ არის ასე და ნეგატივია და არა პოზიტივი, ამას აზრი ორი სიტყვა არ უნდა, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ასე არის. ვახტანგ ბლაგიძე, ოლიმპიური ჩემპიონი, ერთი ტიტული ვთქვათ მარტო. დღეს რა პოზიციაზე არის სპორტში? პოზიცია, რა ვთქვა, მე ვარ უბრალოდ ახალგაზრდობის თავარი მასწავლებელი, ასე რომ ვიტყვი, ან უბრალოდ რო ვთქვა. ხო და ჩემო ვახტანგ, მოდი ეს ჩამოყალიბდეთ და აი ჩვენი გადაცემას ალბათ ხელმძღვანელებიც ნახავს. უბრალოდ ერთს ვიტყვი ბატონო. დიახ, ძალიან. ყველამ კარგად ვიცის ვინ რა და რა შეცია გააკეთოს დღემდელი დღე. ვინმეს თუ აინტერესებს ჩემი არაპროფესიონალი სივადეებს, ამოიღოს სივის მიხედვით, გადახედოს და მერე გასაჯოს, მე რა თანამდებობა შემიძლია, როგორ შემიძლია, რა ავტორიტეტი მაქვს
ასე და მე ჩემ თავზე ვერასოდეს ვერ ვიტყვი ვერაფერს სხვა რა ვთქვა. მესმის თქვენი და მართლაც ვერაფერსაც ვერ ვიტყვით, მაგრამ რახან მე ვარ წამყვანი, მე ვიტყვი თქვენზე. მე ვიტყვი იმას, რომ ვახტანგ ლაგიძე ჩვენ ქონდა შინასაუბარი, ვახტანგს აქვს ძალიან დიდი გეგმები, აი მასტერკლასების ჩატარების, გარდა ამისა შესაბამისობაში მეცნიერების ჩართვის, ფსიქოლოგია, ანატომია და შემართებული ვარჯიშების ჩატარების რამე თუ ეს მოისუსტებს უკვე ჩვენ არეალში და ბატონი ვახტანგი თუ ვერა, მაშინ ვინ ესე იგი შეავსებს ამ შემართებულ გრძნობას, მხედველობაში მაქვს ცნას, ახალგაზრდობის აღზრდას. გამომდინარე აქედან მე ვფიქრობ, რომ ის ხალხი, რომლებიც უბრალოდ სახელად არიან რატომ, რისთვის და კიდევ ერთხელ დავზენ რის გამო მე ამას ახსნის არც მორალური უფლება მაქვს და არც ვალდებულება, მაგრამ არის ერთი თემა, საზოგადო და სახალხო თემა, რომ ვახტანგ ლაგიძე რო არ იქნება გამოყენებული სპორტულ სისტემაში, კონკრეტულად ჭიდაობის მიმართულებით, თუნდაც სხვადასხვა სპორტსახეების და ასე შემდგომ და ამ თემას განაგებს ხალხი პირები ისეთ, რომლებსაც ესე იგი ვეპაიჯებით სტუდიაში და არ მოდიან იმის გამო სათქმელი არ აქვენ არაფერი. ანდაც რაღაცა რევენანსებს და სხვა განყენებულ თემებს ითხოვენ. ეს არ უნდა იყოს. ჩვენი გადაცემა არის სახალხო გადაცემა, ჩვენი არის სპორტული გადაცემა, ტურისტული გადაცემა, ჩვენ ვემსახურებით ჩვენ სამშობლოს პირველ რიგში და ასეთი კაზუსები თუ არ აღნიშნეთ, თუ არ შევახსენეთ მმართველ და ხელმძღვანელ მუშაკებს არაფერი არ გამოგვივა. ვახტანგ ლაგიძე ესე იგი ეს დიდი ავტორიტეტი და ბუმბერაზე გენია, რომლის ირგვლივ მარტო სახელი რა დღაღადებს, ну, ესე იგი სიცარიელი როგორ შეიძლება იყოს დღეს და ვახტანგ ლაგიძე არ იყოს აღიარებული იმ დონეზე, რაც მას ეკუთვნის მისი დამსახურების და გამო. აქ ხომ სხვა თემა არ არსებობს და რაიმე სხვა გაგება. ეხლა მაპატიოს მაყურებელმაც მიკერძობაში ჩამართვებს, იმიტომ რომ მე როდესაც ბატონ ვახტანგზე ვსაუბრობ, მხედველობაში მყავს ყველა ვეტერანი, ყველა დამსახურებული სპორტის მოღვაწე, ხალხი, რომლებმაც თავი დადენ და შესწირენ თავის სამშობლოს, ქვეყნის და მამულის დიდებისათვის და ეხლა რა თქმა უნდა, ასაკი თავისაც საუბრობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოცდილება, პროფესიონალიზმი უკანა მხარზე დავაყენოთ და იმის გამო, რომ ვიღაცა, ვთქვათ, ასაკობრივად უფრო ახალგაზრდა არის, ამის გამო, ესე იგი, ხელი შეუწყოთ თუნდაც ამ შემთხვევაში სპორტის განვითარებას. ბატონო ვახტანგ, მე მაპატიეთ, ასე ცოტა გადახვევისათვის, მაგრამ ვერ მოვითმინე, როდესაც თქვენ მითხარით მე რომ თქვენ ძანდებით ინსტრუქტორიო თუ რაღაცა რა ვიცი რა სწავლებელი მეთოდი. ნუ სირცხვილი არა აკაცო რეგიონის გენია ესე იგი სტუმარი ყავს, მოყვარე ყავს, ტერი ყავს და როდესაც ჩამოვიდა ვახტანგ ლაგიძესთან მოვა და იტყვეს ბატონო ვახტანგ თქვენ რა საქმეა მე ინსტრუქტორი, ნუ ოლიმპიური ჩემპიონი ინსტრუქტორია, ნუ რა ახლა ვერ გამიგია, ნუ მოდი გავცვალოთ ადგილები და ინსტრუქტორად დავაყენოთ ის, ვინც შემთხვევით მოხდა ხელმძღვანელ მუშაკის ადგილას და ვახტანგ ლაგიძეს მიაგოთ ის პატივი, რა პატივსაც ის იმსახურებს ყველანაირად, დიდი ხელფასით, დიდი გამოვლენობით, არა ვახტანგ არ გამოვა სხვანაირად, თუნდა თქვათ ყველაფერი უნდა ვაღიაროთ. არავის ნიშნის მოგებით არ ვესაუბრებით, არავის პოლიტიკურ პარტიულ, ასე რომ ვთქვათ, ნიშანს არ ვეხებით. ჩვენ საუბრობთ იმ პრიმიტიულ თემაზე, რაც ბუნებაში უნდა იყოს და რაც ბუნებაში უნდა არსებობდეს როგორც კანონი და არა როგორც შეღავათი და მე არ ვიცი ახლა მე ჩემი გულისკეველი ძალიან დიდი ამაში და მარტო თქვენ არ ახართ ასე მთელი რიგი ასე რომ ვთქვათ ყოფილი ხელმძღვანელი სპორტსმენები არიან ამ დღეში და მის ადგილს იკავებს ისეთი ხალხი, რომლებსაც ტელევიზიაში ვერ მოიყვან, იმიტომ სალაპარაკო არაფერი არ აქვს და ათასნაირ ხრიკებს აცხადებენ, რომ ესე იგი ხალხის წინაშე არ დადგენ და არ ილაპარაკონ.
ეხლა მაპატიოს ყველა. როდესაც სახელმწიფოს გიგანტური თანხები აქვს გამოყოფილი, როდესაც სახელმწიფოს საშტატო ერთეულები აქვს მაღალი დონის და მრავლად გამოყოფილი. როდესაც შენდება რენესანსული ბაზები. კი ბატონო, გენაცვალეთ, კარგია, მაგრამ შესაბამისობაში ეს ხომ მართოს უნდა ვიღაცა. და ამ მართლობაში თუ არ დარჩა ოლიმპიური ჩემპიონის ადგილი, ნუ მე წარმოვიდგინოთ მიმაჩნიე. მაპატიოს ყველამ და ყოველიმ ერთად აღებული, მე ამიტომ დავიწყე ბატონო შალვაცგან, ირაკლისგან, კიდე ირაკლისგან, იმიტომ რომ პირველ რიგში ალბათ მე ასე ვფიქრობ, რომ სამის რომ უნდა ამოიღოს ხმა და შემდგომ შესაბამისობაში რეგიონის ხელმძღვანელებამ და ასე შემდგომ და საერთოდ ესეთი კაზუსი არ უნდა იქნას დაშვებული. მოდით ამ თემაზე შევწყვეტოთ საუბარი და ბატონო ვახტანგ თქვენ კი ბრძანეთ, მაგრამ ეხლა პლუსებთან ერთად მინუსებით ბრძანეთ, მაგრამ ეხლა მე მინდა შეგეკითხოთ ასეთი რაღაცა, რომ თქვათ აი თქვენ ჩემთან ერთად ბრძანეთ, რომ მასტერკლასებს ჩავატარებთ და კიდე რა მიმართულება გაქვთ, აი რომელიც უნდა გაითავისონ ახალგაზრდებმა ხელმძღვანელებმა, გორში მომშავე პირებმა, რომ ეს ჩავარდნა გვაქვს ჩვენ ახლა ჭიდაობაში და ჭიდაობა არის წამოვანი სპორტის სახე. ხო და ესე იგი ცოტა ხანიც გავა და ამ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული ქართველი ერი დაკარგავს ოლიმპიადასაც, დაკარგავს ამდენად ჩინეთი და ესა და ინდოეთი და თითოეულა ოლიმპიური ჩემპიონი ვიყავენ, იმიტომ რომ იქ ის გენი, ის ჟინი არ არის, რაც ქართულ გენეტიკაში არის, მაგრამ უკვე ვხედავ ჩვენ აზერბაიჯანი რა მაღალ დონეზე ავიდა, ყაზახისტანი რა მაღალ დონეზე ავიდა. არა, ყაზახისტანს ყავდა ადრე, მაგრამ აგერ ტაჯიკისტანი და იგენი რომ იყვნენ, ხო? საერთოდ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ერთი ადამიანი არ ყავდა. საბჭოთა კავშირის პრიზიორიც არ ყავდა. დღეს გამოიქაჩა და მილიონები იდევენ და ოლიმპიური ჩემპიონიც ყავდა და სოფლიო ჩემპიონიც, ევროპის ჩემპიონიც. აჯიგებს და ამას. ძიუდოც ამაღლნენ, თავისუფალი ჭიდაობაც და ბერძნული ჭიდაობაც. უკვე სოფლიოზე კონკურენციას მაგენი გვიწევდა. ჩვენ ნაციონალური სახები წამოწიეთ ყველაფერზე. კი, ყაზახისტანმა წამოწია. ჩვენც არის ახლა ქართული ჭიდაობა, როგორც ყაზახისტანმა წამოწია, ახლა თურქები კიდევ იმას შობიან, რომ წამოწიონ თავისი ეროვნული ჭიდაობა, აი გაკონილი რო ჭიდაობენ და ეს ასეთი რაღაცები და უბრალოდ მე რამე და აი მათ სკოლებში აი რო ჩვენ ადრე მე და შენ ალბათ ფიზკულტურის გაკვეთილი იქ აი ცოტა მასტერკლასი უნდა ჩაატაროს ფიზკულტურის მასწავლებელმა, უნდა მოიძიოს იქიდან ყველა შეიძლება ჩვენ მასტერკლასს ჩავატარებთ, ვერ მივწვეთ ყველა ტალანტ ბავშვი, მაგრამ ფიზკულტურის მასწავლებელმა უნდა მისცეს ყველა ბავშვი, რომელი გამოდგება ჭიდაობაში, რომელი კალათბურთში, რომელი ბოდიში, ფეხბურთში, რაღაცა და ეს სკოლებს მიაწოდოს ინფორმაცია. მე რომ იქიდან მწვრთნელებს ჭიდაობას მოაწვის, მწვრთნელები უნდა მივიდეს იმ სულაში, ნახონ ეს ბავშვი გასინჯონ როგორაა, გამოდგება თუ არ გამოდგება, ეს უნდა გააკეთოს ფიზკულტურის მასწავლებელმა. ჩვენ დროს ასე კეთდებოდა. და დღეს უკვე რაღაცა იმთავრობიდან მოწოდებული ამოაგდეს ფიზკულტურის იგი მათემატიკის მასწავლებელი ატარებდა ფიზკულტურას ეს იმიტომ რომ სპეციალი ხო და აი ეს უნდა მოიშალოს რომ ჩვენ კედელი მე ვქონდეს ახალგაზრდა თაობის მოდინება ვქონდეს იმიტომ ვიძახი რომ ეს მასტერკლასი აუცილებლად ჩატარება ბავშვი რომ მოისმენს რომ მე 12 კილომეტრს დავდიოდი სოფლიდან ჭიდაობაზე ეს უნდა გაითვალისწინოს იმან. ვინ ვიყავი? დღეს რომ მე სპორტსმენი არ ყოფილიყავი, გლეხის ვოცებდე ორფუთიან თოხის და ყანას და გლეხი ვიქნებოდი იქ. დღეს რაღაცა რომ იმ სპორტიულ პიკს მივაწიე, მაგას ვინ მოელოდა ჩემგან, მაგრამ აი შრომა არ დაიკარგა და მე ყველა ბავშვი უსმენ ტელევიზიას, რომ აუცილებლად ჩაერთოს სპორტში, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი ავტორიტეტი მოიხვეჭოს და ადამიანად გამოვა მთავარი. ბატონო ვახტანგ, ჩვენ საუბარი ქონდა სწავლების შესახებ და თქვენ შეეხეთ სკოლებს. კი.
ეხლა ასეთი მდგომარეობა სკოლებში თუ არ შეიცვალა, დღემდე ასე იყო, რომ სამი არჩევით სახე ჰქონდა სპორტის მასალებს. ეხლა სპორტის მასალები ქვია, ფიზიკის მასალები არ ქვია. ფიზკულტურა საერთოდ ამოღებულია და სპორტია დაფუძნებული ქვეყანაში. გასაგებია, არ გვაქვს საწინააღმდეგო არაფერი. ცნება აქ არის ძალიან განსხვავებული. ცნება ის არის, რომ სპორტი ეს არის შემოქმედებითი დაძაბული საქმიანობა, 7-8 საათიან ვარჯიშს მოითხოვს დღეში და ფიზკულტურა კიდე თავის შემადგენელი ნაწილით, გამამხნეველი ვარჯიშებით, ფიზკულ პაუზებით და ასე შემდგომ შეიცავს ძალიან მოკლე პერიოდს. გამომდინარე აქედან სკოლაში გაუქმებულია დილის გამამხნეველი ვარჯიშები, ბავშვებისათვის ფიზკულ პაუზები, დიდ დასვენებაზე სპორტული თამაშები, ასე შემდგომ. ნუ გასაგებია რისთვის, რატომ ვთქვათ, ვიღაცას ვბაძავთ ჩვენ და არასწორად იმდენად, რამდენადაც ჩვენი ქვეყანა არის საქართველოში სხვა პარამეტრებია, სხვა გაგებაა და გამომდინარე აქედან ჩვენც მე ვფიქრობ, რომ სხვანაირად მოვიქცეთ და სხვანაირად დავგეგმოთ ჩვენი სპორტული საქმიანობა. გარდა ამისა, ძირ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. დაახლოებით 15 წელზე მეტია, რაც მე ოლიმპიური კომიტეტი ბატონი ჯონი ცივაძე დეპარტამენტის ნაწილობრივი სამსახური ვაღენებთ საკითხს იმის თაობაზე, რომ შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში აღდგეს სპორტული სწავლება. გვახსოვს ჩვენ გენომენაბდე სპორტული ასე რომ ვთქვათ განყოფილება, ესე იგი, რომელიც ასრულებდა უდიდეს როლს, იქ ესე იგი სწავლას აგრძელებდა ცნობილი სპორტსმენები, სპორტის მოყვარულები, შემოქმედებით პირები, ასე შემდგომ ასე გაუქმდა. ეხლა როდესაც ვაყენებთ საკითხს 1000 გვარ პირობას გვისვამენ და გარდა ამისა საოცრება ის არის, რომ ამ კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ მათემატიკები, გეოგრაფები და სხვა ესე იგი გაყენებული სპორტიდან თემის პირები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ სპორტული სწავლების ჩართულობაზე. ეხლა ლოგიკურია ისმის შესაბამისი კითხვა, რომ რატომ რისთვის რანაირად ეხლა სპორტის მუშაკს რო გეოგრაფია წამანინო და რაღაც დაახლოებით ეს მოათხოვენო ნონსენსად ჩათვლიან და მე მიგვირს ეხლა რატომ არის ეს ასე და გარდა ამისა, როდესაც შემდგომ საფეხურებს მიყვებით, ხდება ასეთი რაღაცა, რომ გამართლებას აძლევენ იმ გაგებით და იმ შემართებით, რომ თურმე ესე იგი თვით დაფინანსებაზეა სასწავლებლები და უნივერსიტეტის არა მარტო ბათუმის, არამედ საზოგადოოდ ქვეყანაში სასწავლო ორგანიზაციები პრიორიტეტს ანიჭებენ ზამბიიდან, მოზამბიკიდან, შრი-ლანკიდან და რა ვიცი მე, ოღონდ ქართველი არ იყოს, ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ პიროვნებას, ახალგაზრდას, რამე თუ თურმე ისინი იხდიან ფულს და სპორტულ სწავლებაში თურმე არ არის მსურველი. ეხლა აქ უკვე დილემა დგება საკითხი, მეგობრებო, ცოტა მოვიხედოთ, ჩვენ ქართველები ვარ, ჩვენი მიტოვებული ქედა, ხულო, შვახევი, რეგიონები, რაიონები, რომლებიც ითხოვენ სპორტულ აღზევებას, სპორტული პირობების გავრცობას და ჩვენ ესე იგი საკითხს სწავლებაზე ვაყენებთ, რომ აქ ფული წყვეს თურმე ყველაფერს. გამომდინარე აქედან უკვე ეროვნული დისკრიმინაციის მიმართულება ხდება წინ და რა არის ეგ? ეს არის ის, რომ სკოლებში მასალებლები ფაქტობრივად 90% არასპეციალისტია, დარჩენილი 10% უკვე ასაკოვან მდგომარეობაში და დღეს თუ ხვალ დატოვებს. ასე რომ თუ სკოლა, პირველ რიგში სკოლა და უნივერსიტეტი და უმაღლესი სასწავლებელი ახლა უკვე აღაფრს არ ვლაპარაკობ საწარმო მეთოდისტებზე და სხვა ესე იგი განშტოებაზე სპორტის, გამოდის რომ საბოლოო ჯამში დაგვრჩება ღია ფანჯარა, ღია კარები, რომელიც არის სიცარიელე და არაფრის მომტანი. ეხლა რა ხდება? ჩვენ თუ არ დაუბრუნდით ამ თემას ძალიან მაღალ დონეზე, თუ ჩვენ არ მოვახერხეთ, რომ
ზემოთიან რაიონებიდან, განსაკუთრებით ზემოთიან ქედახუროშუახევას ამ შემთხვევაში მხედველობაში თუ არა იქა სვანეთის და სხვა რეგიონებით შეიძლება თუ რაჭა, ლეჩხუმი და რა ვიცი, თუ არ დაუბრუნდით სპორტის სპეციალისტების აღზრდას ჩვენ თბილისის უნივერსიტეტში თუ არ წარვადგინეთ და ბათუმში თუ არ აღვადგინეთ უნივერსიტეტში სწავლება და არ მოვიწვიეთ ეს ხალხი და ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობამ ამ შემთხვევაში მიმართულებით საკრებულო შესაძლებელია მერიამ დააფინანსოს თავისი რჩეული, თქვა, გამარჯვებული რაღაც სპორტულ საქმიანობაში ახალგაზრდა პირი, რომელიც ისწავლის და დაამთავრებს შესაბამისობაში უმაღლეს სასწავლებელს ბათუმში გადაუხდიან ფულს, რა თქმა უნდა, მესმის რომ დღეს ყველაფერი ეკონომიკაზე არის აგებული, გადაუხდიან ფულს, მაგრამ პარალელში ჩვენ ვაკეთებთ ერის სიჯანსაღეს, პარალელში ჩვენ ვაკეთებთ ერილს ღირებულ მოთხოვნილებას და ესე იგი საკითხი მიდის იქა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაფუძნებაში უწყობთ ხელს. ამას დაემატება ხელისუფლების მიერ აშენებული სპორტული ბაზები, ამას დაემატება დაფინანსებული სექციური მუშაობები და საბოლოო ჯამში მივიღებთ ერს ნაციას დაფუძნებულ ისტორიულ წყობაზე, რაც გმირობის ტოლფასია, რაც რაინდობა არის, რაც შემართებული ცხოვრება არის. სხვა შემთხვევაში დავრჩებით ისე როგორც ვარ და როგორც ვარ ჩვენ არ გვაწყობს ეს, იცით რომ ნარკომანია მოიდგა ფეხი, ქუჩას მოვაცილებთ ბავშვებს, აი თქვა. ქუჩასაც მოვაცილებთ ბავშვებს პირველ რიგში და სპორტით დავაკავებთ. კიდევ ესაა რომ ჩვენ მიმართულებით ცხოვრებას წარმართავთ ჯანსაღი ცხოვრების დაფუძნებისაკენ. თუ ეს ნაბიჯები არ გადავდგეთ, როდესაც გაგვაჩნია რესურსი, როდესაც გაგვაჩნია ყველა პირობა იმისათვის, რომ ვირწვათ და ჩვენი შვილები ავზარდოთ ფიზიკურად ძლიერი. ეს წარდგება საჯარისო ფორმირებას, პიროვნულ ჯანმრთელობას, ერის სიჯანსაღეს. ეხლა აპატიეთ, მე თავს ვერ მიცემ უფლებას, რომ ვინმეს და რაიმეს ნოტაცია უკითხო, მაგრამ შეხსენების მხრივ მე ვალდებული ვარ, როგორც სპორტული განყოფილების უფროსი და სტარტის წამყვანი, რომ შევახსენო მოვალეთ, რომ მარტო იქ ესე იგი ჯდომა და დიდი ხელფასის აღება ეს საქმე როდია, ამიტომ ეს ჩემი საქმე არ არის, ჩამოიშოროთ ყველა საკითხი, რაც სახალხო საქმეა, პირველ რიგში დარგობრივად სპორტის ეხება სპორტს, სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობა და ასე შემდგომ. ეხლა ეს ანბანური შეშმარიტება და ამაზე მეგონი საუბარი ზედმეტიც არის და ნურავი ნუ შეეცდება კიდევ რომ ჩვენ რაიმე ირანი არეკი ჩამოვყიდოს. ჩვენ ვართ მამული შვილები, ერი შვილები, სიამაყედ საუბრობ მას, მთელი ცხოვრება გვიკეთებია ეს, არავითარ პრეტენზიას რაიმე თანამდებობაზე, ხელფასზე, პირობაზე, კეთილდღეობაზე არ ვაცხადებთ. თავარი ამოცანაა ჩვენი, რომ მოგვისმინეთ და გაანალიზეთ ის შემართებული გზნობა, რასაც სიჯანსაღი ქვია სახელად, რაც არის საფუძველთა შორის საფუძველი ჩვენი ქართველი ერის გადარჩენისათვის. ამიტომ მე ასე ვფიქრობ, ბატონო ვახტანგ, რომ ჩვენ ეს საკითხები უნდა დავაყენოთ ფართო მასშტაბით, უნდა ბევრი რამე დაიმსხვრეს და შეიცვალოს. ეს იქნება ოცნების პლუსი, ეს იქნება ბატონი ბიზინა ივანიშვილის სრულის გამოხატულება და გამოსახულება და ჩვენ ვიმოქმედოთ უნდა არა მარტო პარტიული ნიშნით და რაღაცა ნიშნის მოგების საუბრით, არამედ ფაქტობრივი საუბრით, შემოქმედებითად და შესაბამისობაში. აი თქვენ ოლიმპიური ჩემპიონი, კაცი ლეგენდა, რომელიც მაგალითი ხართ ყოველი ამისათვის, ვფიქრობ, რომ აი მაგალითად თქვენ შენერადაც წარუძღებოდით ამ სწავლებას, შენერად წაუძღებოდით ამ სპორტული წყობის საფეხურების მაღალ დონეზე აყვანას.
ხო და ეხლა რა თქმა უნდა პრეტენზიული ვარ იმ პირების მიმართ, ახლა მე გვარდასახელს არ დავასახელებ, არაა ჩემი ასე რომ ვთქვათ უფლება და მოულება ამ შემთხვევაში, მაგრამ საზოგადოებრივ აღნიშნავ, რომ არა მარტო რეგიონში, არამედ სრულიად საქართველოში ჩავარდნას განიცდის საკადრო პოლიტიკა. კიდევ ერთხელ გემოს ფაქტის სახეზეა სკოლები სპორტის მასწავლებლის გარეშე, არასპეციალისტები, უმაღლეს სასწავლებლები პროტესტს აცხადებენ სპორტული მუშაკის აღზრდაზე და რაღაცა ათასნაირი რაღაცას მოიგონებენ რომ თავი გაემართლონ, წლები ესე იგი აღენებენ საკითხს, მე თვითონ პირობის შესრულება უნდათ, მაგრამ რაღაცამ ხელი შეუშალა, ეს ასე არ შეიძლება. ყველაფერს აქვს თავისი საწყისი, თავისი ბულო, თავისი შემართებული გზნობა და საკითხი ის არის, რომ უნდა გადაწყდეს ყველაფერი და ყოველივე კეთილი ნერვით. და ახლა ბატონო ჩემო ჩვენ კარგად ხედავთ, რომ აჭარაში რა შეახლები ხდება, ჩვენ კარგად ხედავთ, რომ რა მაღალ დონეზე მართლობა მიმდინარეობს ბატონო სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით. ეხლა მაპატიეთ სწორად გამიგეთ ხელმძღვანელი ვახსენე, იმიტომ რომ მაგალითი არის თუ როგორ შეიძლება 30-50 წლის დამყარებული და ასე რომ ვთქვათ გათახსირებული სისტემის შედეგები როგორ შეიძლება გაათეთროს კაცმა და გაალამაზოს. ამიტომ მადლობა და მეც ერთი მომენტი და ერთი საკითხი მომწრებს, რომ აი ასეთმა პირებმა ჩვენ სფეროშიც ჩვენ ასე რომ ვთქვათ სამსახურში ჩამეიხედონ, დაგვაკვალიანონ, მოგვისმინონ და ერთად ვაკეთოთ ერის და მომუშავების საქმე. ჩვენი გადაცემა დასასრულს ვახდება და თქო თქვენაც ძალიან მოკლედ მე უბრალოდ ვიტყვი ამ ერთ იმაში შეცდომა იყო ფიზკულტურის ინსტიტუტის გაუქმება პირველ რიგში, მაქედან მოყვა დანარჩენი, ბევრჯერ მიტინგზეც ყოფილ ვარ, გამომიხატავ ჩემი აზრიც, რომ არ შეიძლება. ჩვენი მიზანია დღეს დიდი სპორტსმენების მიზანია, რომ უყურებ მე დღეს ამ ახალგაზრდულ წყობას. მე მინდა რომ ეს რამდენიმე პროცენტი ქუჩას მოუწყვიტო და სპორტში დავასაკვოთ. ეს იქნება ხელისუფლებმაც რომ გაითვალისწინოს, სპორტის სამინისტრომ, იმას რაღაცნაირად გზები უნდა გამოუძებნოთ, რომ რაც მე ბოშ მოუწყვიტავთ ქუჩას, მე ტალანტს მივიღებ და მე შედეგს. ეს მინდოდა მე თქვა მეტი ამალ დასამატებელი. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ. თქვენთან საუბარი მუდამ სასიამოვნოა, მუდამ ჭეშმარიტული მიმართულებით არის. მურტამ გაზღენთილია ეროვნული დიდებით, მადლობა ამისათვის. მაყურებელს კი მინდა უთხრა, რომ დღეს ჩემი სტუმარი იყო ლეგენდარული პიროვნება ვახტანგ ბლაგიძე. ბატონო ვახტანგ, კიდევ ერთხელ მადლობა. მადლობა. მაყურებელს ემშვიდობები, მომავალ შეხვედრამდე.